საქართველოს ეკონომიკურად ვითარდება, ხალხი მდიდრდება. კი, ქვეყანაში ფული შემოდის. და ქვეყანაში ფული შემოდის საიდან? ოღონდ აი ეს შეკითხვა უნდა დაისვას. ჩვენ გვახსოვს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღების პარალელურად ჩუმად გაცურებული და მიღებული ოფშორების კანონი, რომელთაც ფაქტობრივად ერთ დიდ ოფშორად აქცია ეს მთლიანი ქვეყანა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ანუ ბიძინა ივანიშვილმა და ფული შემოდის საიდან? ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველაფერზე თავი დავანებოთ და ეს კოლ-ცენტრების საქმე, რომელსაც BBC-მ სოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მედიამ მიუძღვა 9 საათიანი გამოძიება. შემდეგ უარყოთ, არ უარყო, ეს ალკე საკითხია, თუმცა მეორე სხვი ისიც ვიცით, რომ ეს ხდებოდა თბილისში და ხდება დღემდე. ანუ რა მასშტაბის ძარცვაზე გვაქვს საუბარი, ხო? ანუ მარტივად რო ავხსნათ, აქ იყო რაც კოლ-ცენტრები, საიდან ძირეკებოდა მთელი სოფლიოს მასშტაბით და პენსიაზე გასულ ადამიანებს სხვადასხვა აქციებში, მოგონილ აქციებში და სხვადასხვა პროდუქტებში ფულის დაბანდების თავაზობდნენ და შემდეგ ამ ტრანზაქციის შემდეგ ერთიანი თანხა გადმოქონდათ სადღაც საქართველოში, მაგალითად ან სადმე საერთაშორისო ანგარიშზე. ეს ხდებოდა ძალიან ბევრი ადამიანის მოტყუება და იმ ხელარიცხვებზე გავიდა გერმანიას სპეციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა ყავდა გამოგზავნილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით 2 წლის წინ, ხო? ვინმე ცდილობს რომ დაგვაჯეროს, რომ კეზერაშვილი პირდაპირ თქვა, ამ ყველაფერს ისე აკეთებდა საქართველოში და ისე აკეთებდა თბილისში, რომ ეს არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თუ სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებთან.